მოგესალმებით შემოკარგებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ აი ამ ულამაზესი აქსესუარის მასტერკლასი. ნახეთ რა ლამაზია. ეხლა ჩვენ შემთხვევაში ამას ვამაგრებთ ქუდზე. და აი ამ დეტალებით შეგიძლიათ გაანამაზოთ უამრავი რამ. ქუდი, დასაცმელი, ჩანთა, რა ვიცი, დიაში რისი სურვილიც გექნებათ. ეხლა შემოგთავაზებთ როგორ იქცევა ეს ულამაზესი დეტალი. ესე იგი. ვაკეთებთ საჰაერო თვლებს, ჯაჭვს. იმდენს დაახლოებით რა სიგრძისაც გვინდა. ანუ საჰაერო თვლების რაოდენობაზეა დამოკიდებული თვითონ ამ დეტალის სიგრძე. ამ შემთხვევაში აღებული გვაქვს 35 თვალი. აი ამ შემთხვევაში აღებულია 20 თვალი, ნახეთ. დავწყოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 20. ამ შემთხვევაში გავაკეთოთ შედარებით ნაკლები თვლები, რადგან არ არის აუცილებელი თავიდან ბოლომდე, ხო? იმისათვის რომ თქვენ გაერკვიოთ. შემდეგ ვაკეთებთ ნამატს და ვბრუნდებით 1 2 3 თვალში. ანუ თითოეულ საჰაერო თვალში უნდა გავაკეთოთ 4 ნამატიანი თვალი. ამ შემთხვევაში უკვე 2-ია, ნახეთ. 1 2 3 4. შემდეგ მომდევნო თვალში გადავდივართ. ძალიან მარტივია, ნამატი და მომდევნო თვალი. 1 2 არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ დააკვირდებით თუ გააკეთებთ, ძალიან მარტივად გამოგივათ და იქნება ძალიან ლამაზი დეტალი, რომელიც გაალამაზებს თქვენი პატარების ქუდებს, ჟაკეტებს, სვიტრებს, ნებისმიერ რამეზე შეიძლება გამოიყენოთ ეს ულამაზესი აქსესუარები. ძალიან ორიგინალურია და პატარების ტანსაცმელს მართლა ძალიან უხდება და ალამაზებს. ნახეთ, ვაგრძელებთ. მგონი კარგად ჩანს. 1 2 3 4. ნახეთ, ნელა თვითონვე იღებს ფორმას, შეხედეთ. აი ეს თვითონვე მიიღებს ამ ფორმას. და გახდება აი ასეთი, შეხედეთ. ძალიან მარტივია. ეს შესაძლებელი იყო კიდე გაგვეგრძელებინა, მაგრამ აღარ ჩავთვალე საჭიროდ. ნახეთ. აი მიიღებთ ასეთ აქსესუარს. ძალიან კმაყოფილი დარჩებით, შეხედეთ. შეგიძლიათ გვერდზე გავუკეთოთ, შეგიძლიათ პირდაპირ ცენტრში. სულ ეს იყო დროებით. მომავალ ვიდეოებამდე.